2024 იყო ის წელი, როდესაც დეზინფორმაციისგან გამოწვეული საფრთხეები კიდევ უფრო გაიზარდა. საზოგადოების აზრი გაყოფილია, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოშიც. სოციალური მედიის ალგორითმები ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელი აქტიური იყოს და აჩვენებს იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონს ხალხს და აინტერესებს. იქმნება ეგრეთ წოდებული ინფორმაციული ბუშტი, მასში კი დეზინფორმაცია ადვილად აღწევს. ჰიბრიდული ომის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის სწორედ საინფორმაციო ელემენტი, რომელიც პრინციპში ცდილობს, რომ შექმნას მთლიანად ხაზი, იდეოლოგიური ხაზი ეგრეთ წოდებული, ხო? რაც განაპირობებს საბოლოო ჯამში ამა თუ იმ იდეის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას. დეზინფორმაცია ამ პროცესში არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ადამიანებს არწმუნებენ სიყალბის სიმართლეში, მოდი ასე ვთქვათ, იმაში, რომ რეალურად სიმართლე არის სიცრუე, ის რაც კარგია და უნდა გჯეროდეს, რომ კარგია, რეალურად არ არის კარგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დეზინფორმაციის სხვადასხვა მეთოდს და სხვადასხვა ინსტრუმენტს რუსეთი იყენებს საუკუნეების განმავლობაში, მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ოდესღაც თავისი იმპერიული ძრახები ქონია და დღეს დეზინფორმაციის ინფორმას, რომელსაც ვხედავთ, ხო, ეს არის ძირითადად სოციალურ ქსელებში გამოვლენილი დეზინფორმაცია. რუსეთი იყენებს ყალბი ნარატივების შესაქმნელად და მხარდასაჭრად. ყველაზე ეფექტიანი სწორედ არის ეგრეთ წოდებული ნახევარსიმართლეები, თუმცა ჩვენ ამას სფეროში ესე უყურებთ, რომ აქ ნახევარზეც არის ლაპარაკი. ხშირ შემთხვევაში 80%-იც კი ინფორმაციისა რეალურია და მხოლოდ 20%-ია მიტყებებული ინფორმაცია, იმიტომ რომ როცა ნახევარია, მაშინ მარტივია ხანდახან იდენტიფიცირება, რომ ოკეი, აქ რაღაცას მატყუებენ, მაგრამ როგორც კი რეალობა არის 80%, იმ 20%-ს აღარ მისდევს ხოლმე აუდიტორია ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც ჩვენ საზოგადოებას გვაგვაჩნია, ეს არის გადამოწმების მექანიზმი. გადამოწმების ერთ-ერთი საგულისხმო მექანიზმი დღეს ფაქტების გადამოწმებელი პლატფორმებია. კომპანია მეტა მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს 100-მდე სერტიფიცირებულ გადამოწმებელთან, რომლებიც ტექნოლოგიურ გიგანტს ეხმარებიან გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას. 2024 წელი პოლიტიკურად ძალიან მძიმე წელი იყო, დეზინფორმაციის მძიმე და ტვირთული წელი იყო, რაც მეტწილად იმანაც განაპირობა, რომ წელს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გააღრმავდა. შესაბამისად, ეს პოლიტიკურად აქტიური პერიოდი, განსაკუთრებით კი საპროტესტო აქციები და ასევე არჩევნები, რადგანაც მიმდინარეობდა და შესაბამისად, ბევრი მოვლენა მოხდა, რამაც განაპირობა დაპირისპირება საზოგადოებაში, როგორც სოციოქსელში, ისე მის გარეთ. ამიტომაც ძირითადად მაინც დეზინფორმაცია მიმართული იყო უფრო შიდა პოლიტიკურ საკითხებზე და შესაბამისად ამ პოლიტიკურად აქტიური პერიოდის გამო ის თემები, რაც შარშან იყო აქტუალური და შარშან წინ მაგალითად COVID-19-ის ჯანდაცვის თემა ზოგადად და უკრაინა, მაინც უფრო მეტად გადაიფარა. დეზინფორმაცია ციფრულ სამყაროში პირველ რიგში მიანიშნებს, რამდენად გამიზნულად არის ესე თუ ის კონტექსტი შექმნილი და ჩვენ ამიტომაც ნიშნავთ ხოლმე, მიჯნავთ ხოლმე ერთმანეთისგან მცდარ ინფორმაციას და დეზინფორმაციას, სადღანაც დეზინფორმაცია ძირითადად მაინც გამიზნულად არის შექმნილი. გადავწყვიტეთ უფრო დეტალურად გაგვეგო თუ როგორ მუშაობენ ფაქტების გადამოწმებლები. მაგალითად, ექსპერტმა გვაჩვენა თუ როგორ ამოწმებს ერთ-ერთ ვიდეოს, რომლის კადრებიც თითქოს Euronews-ის მიერ იყო გადაღებული. ეს ყალბი ვიდეო აღმოჩნდა. გავრცელებული ვიდეოს ბმული შეგვიძლია გამოვიყენოთ, ან ჩამოვტვირთოთ ეს ვიდეო და შემდეგ აი აქ InVid-ში, ამ ინსტრუმენტში შეგვიძლია ფაილი ავტვირთოთ, ან აი აქ ბმული ჩავაკოპიროთ. და ეს ვიდეო ჩვენთვის დაიშლება კადრებად. შესაბამისად, მზა კადრებს მოგცემს იმისთვის, რომ ეს კადრები შევისწავლოთ, ვნახოთ სხვა წყაროებში იდენტური კადრები, როგორ არის გამოყენებული და რეალურად რას უკავშირდება. გავაანალიზეთ ის ინტერვიუებიც, რომლის კადრებიც გამოყენებული იყო ამ გაყალბებული სიუჟეტისთვის, თუმცა ის ადამიანები საერთოდ სხვა თემაზე ლაპარაკობენ და რა თქმა უნდა, თავად Euronews-მაც დაადასტურა, რომ ეს სიუჟეტი მათ არ ეკუთვნოდა. ექსპერტები გლობალურად თანხმდებიან, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება მედია წიგნიერების ხარისხის გაზრდაა. ამაზე უნდა ზრუნავდეს როგორც საკუთრივ მედია, ისე სოციალური ქსელის კომპანიებიც, თუმცა ინდივიდუალური მონდომებაც დიდ როლს თამაშობს. არის ორი რამ, რაც აძლიერებს ნებისმიერ ქვეყანაში დეზინფორმაციას და ჰიბრიდული ომი მაგ ორ რაღაცაზე დგას. ერთი ეს არის ის, რომ ადამიანის არმაცია, აი ეგეთი დაშვება არსებობს და ეგ დაშვება სინამდვილეა, სინამდვილეში და დაშვება ნომერი 2 ამბობს, რომ ადამიანებს ეშინიათ სიახლის. შესაბამისად, ამ ორი რაღაცის ერთობლიობით, ანუ ერთი, იმიტომ რომ გეზარება უბრალოდ გადამოწმება, ახლა მაგის დრო სად მაგ და მეორე, იმიტომ რომ იქნებ ეს სიახლე იმაზე უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა მაგ, ვცდილობ რომ უბრალოდ ნაკლები მიმღებლობა გქონდეს ინფორმაციისთვის, რომელიც შენთვის არ არის, მოდი ასე ვთქვათ, მისაღები.
ამას როგორც წესი ადამიანები უებრძვით ძალიან მარტივი გზით. მარტივი სათქმელად გზა არის, თორე შესასრულებლად ძალიან რთულია. ეს არის განათლება. რაც უფრო მეტია ეს ინფორმაცია ჩვენს ირგვლივ, მით უფრო მეტად ვცდილობთ, რომ ჩავიკეტოთ რაღაცა ვიწრო წრეში, რომელშიც მარტო იმას ვპოულობთ, რაც ჩვენთვის მისაღებია. იმიტომ რომ როგორც კი ახალი მოდის, მე ეს სიზარმაცე უნდა დავძლიოთ. და აი ეგ ორი რამ ადამიანებს როგორც წესი ძალიან გვიშლის ხელს იმაში, რომ მივიღოთ ახალი, მივიღოთ საინტერესო და რაც თავარია ჩვენს განვითარდეთ.